ტაილანდში 32-მდე გაიზარდა სარკინიგზო კატასტროფისას დაღუპულთა რაოდენობა. მატარებელი, რომელიც დედაქალაქ ბანგკოკიდან ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადადგილდებოდა, 14 იანვრის დილას რელსებიდან გადავიდა და სამშენებლო ამ წელს შეეჯახა, რის შედეგადაც კონსტრუქცია მოძრავი შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონს დაეცა. ამასთან 80-ს გადააჭარბა შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამაც. ხრჭიალი გავიგე, როდესაც მტვერი გაიფანტა, მატარებლის ვაგონის ნაწილი დავინახე. გავიგე ხალხის ხმა, ჯერ ბავშვები გადაარჩინეთ. გამცილებელმა სადა ადამიანების ვაგონიდან ჩამოგდება და მათი ამ გზით გადარჩენა. ადამიანები მაღაზიებიდანაც გამოვარდნენ დასახმარებლად. ტაილანდის რკინიგზის ცნობით მატარებელში 195 პირი იმყოფებოდა, თუმცა ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ეს რიცხვი შესაძლოა განსხვავებული იყოს. ქვეყნის ხელისუფლების განმარტებით ტრაგედიის ადგილზე დასრულებულია რამდენიმე საათიანი სამძებრო სამაშველო სამუშაოები, ხოლო სამმა მგზავრმა, რომელიც მანამდე უგზო უკლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, მათივე ცნობით მატარებელიდან ჩამოსვლა შეჯახებამდე მოასწრო. ტრაგედიის ადგილზე ტაილანდის პრემიერ-მინისტრი მივიდა, რომლის განცხადებითაც აუცილებელია ავარიის გამომწვევი დროული და ყოვლის მომცველი გამოძიების ჩატარება. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდით უსაფრთხოებით საკითხს. თუმცა ვფიქრობ, უნდა დავადგინოთ შეესაბამებოდა თუ არა ყველაფერი პროექტსა და დადგენილ სამშენებლო სტანდარტებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს უკვე მოხდა, ამიტომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ თითოეულ საკითხს. მომხდარი სარკინიგზო ტრაგედიიდან თითქმის 24 საათის შემდეგ კიდევ ერთი ამ წელს ჩამოინგრა, რომელიც ტაილანდის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე მაგისტრალის მშენებლობისთვის გამოიყენებოდა. შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა და ადგილობრივი მედიის თანახმად დაიღუპა 2 პირი.